ვიცი, რომ ბევრი განსხვავებულად და თავისებურად ამზადებს ამ ნამცხვარს, თუმცა ეს გემო ჩემთვის ყველაზე საყვარელია. ვიყენებ აუცილებლად ყავას. მაქვს 650 გრამი ფქვილი. ვამატებ 3 სადილის კოვს კაკაოს. ჭიქაში მოვათავსოთ 2 სადილის კოვზი ყავა. დავასხათ 100 მლ ცხელი რძე. მოვურიოთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. ეს დროებით გადავდგათ გვერდზე. ღრმა თასში მოვათავსოთ 4 კვერცხი. მაქვს 0 კატეგორიის დიდი კვერცხები. დავამატე მწიკვი მარილი, ვანილი, ცოტა გავთქვიფოთ, რომ გულები დაიშალოს და მაშინათვე ვამატებ 300 გრამ შაქარს. გავთქვიფოთ გათეთრებამდე. სანამ ამას გავთქვიფავ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ. დავამატებ თაფლს და კარაქს. თაფლი ავიღოთ 3 ან 4 სავსე სადილის კოვსი. დამოკიდებულია რამდენად თხელი ან სქელი თაფლია. ჩემი თაფლი არის სქელი და ვიღებ 3 სადილის კოვს მხოლოდ. თუ თაფლი თხელია, მეტი აიღებ. თაფლი ზედმეტი არასდროს იქნება. დავამატე 100 გრამი კარაქი. ეს შემოვდგათ ორთქლზე. წყალი უნდა დუღდეს და ჩვენი თასის ძირი წყალს არ უნდა ეხებოდეს. დაიწყებს გაცხელებას და კარაქიც გადნობას. ცოტა რომ მოთბება, დავამატებ რძიან ყავას. დაველოდები კარგად რომ გაცხელდეს. 2 ჩაისკოვს სოდას ვამატებ ლიმონის წვენს. შეგიძლიათ ძმარი დაამატოთ. აკაფდება, სოდა გააქტიურდება და მერე დავამატებ კვერცხის მასას. მოვურიოთ და კარგად გავაცხელოთ. არ ავადუღოთ, კარგად რომ გაცხელდება, გადმოვდგათ. ცხელსვე დავამატოთ ფქვილი, თუმცა მე აქ ვამატებ ალკოჰოლსა. თქვენთვის საყვარელი ლიქიორი ან კონიაკი დაუმატეთ, რაც უფრო გემრიელი იქნება, ნამცხვარიც გემრიელი გამოვა. ფქვილი აუცილებლად დავაცრათ. შეგიძლიათ დააცრათ ნაწილ-ნაწილ, შეგიძლიათ დააცრათ ერთნაირად. ფქვილი შევურიოთ ხის კოვზით ან სილიკონის კოვზით, შეგიძლიათ მიქსერითაც გათქვიფოთ, უნდა მივიღოთ აი ესეთი სქელი მასა, რომელიც ხელებზე ეკრობა. დაფაზე ცალკე ფქვილი მოვაბნიოთ და გადმოვიტანოთ ფქვილზე. ამ ფქვილს არ შევაზელთ ცომში, ფქვილს ვიყენებთ, რომ დავამუშაოთ, რომ ხელებზე არ დაგვეკროს. გავყოთ 6 ნაწილად. სათითაოდ ცომის გუნდები ამოვაგუნდავოთ. 5 გუნდას გადავიტან ფქვილ მოყრილ თებშზე, 1 გუნდას კი დავტოვებ და გავათხელებ. ვათხელებ პერგამენტის ქაღალდზე. მივეცი 4-კუთხედი ფორმა, ეს არის ჩემი საცხობის სიდიდისა, გადმოვიტანე საცხობს სინზე. აუცილებლად ზედაპირზე ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე დასჭირდება 10-12 წუთი. პირველ ფენას, მომდევნო ფენები უფრო მალე ცხვება. სანამ პირველი ფენა ცხვება, მე გავათხელებ მეორე ფენას. გამომცხვარი ფენა გადმოგვაქვს სწორ ზედაპირზე, საცხობზე კი გადავიტან ახალ ფენას. 8 წუთის გასვლის მერე გამოხსნით და გასინჯავთ, რამდენად გამომცხვარია. თუ ღუმელი ცხარეა, შეიძლება 7-8 წუთშიც გამოცხვეს. გამომცხვარ ფენას ქაღალდი გადავაძროთ, ფქვილის ნარჩენები თუ აქ გადავფერთხოთ და დავდოთ სწორ ზედაპირზე სრულ გაციებამდე. ასე გამოვაცხობ 6-ვე ფენას. კრემის მოსამზადებლად თასში მოვათავსოთ 2 კვერცხის გული. დავამატე 200 გრამი შაქარი. ვამატებ 4 სადილის კოვს სახამებელს. დავამატოთ ვანილიც. დავასხი 9 ლიტრა რძე. შემოვდგათ ცეცხლზე კრემის მოსახარშად.
ცოტა რომ გათბება, მალევე დავამატოთ 1 სადილის კოვზი ყავა. გადავურიოთ, ეს მასა რომ გაცხელდება, ყავა თავისით გაიხსნება. გამუდმებით უნდა ვურიოთ სილიკონის ან ხის კოვზით ძირზე, რადგან შესქელებას დაიწყებს ძირიდან. ვხარშავთ საშუალო ცეცხლზე და აუცილებლად ან სქელძირიან ქვაბით, ან გამანაწილებლით. დაიწყებს შესქელებას და ადუღდება. ადუღებიდან ვხარშე 2 წუთი და გადმოვდგათ. 250 გრამი კარაქის საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 50 გრამს ჩავაგდებ ცხელ კრემში, მორევით ჩავადნოთ კარაქი. დავაფაროთ ცელოფანი კონტაქტზე და დავტოვოთ კრემი სრულ გაციებამდე. კრემი რო კარგად გაცივდება, დავიწყოთ კარაქის გათქვეფა. მოვათავსოთ დარჩენილი 200 გრამი კარაქი თასში, დავამატებ ვანილი და გავთქვიფოთ. კარგად უნდა გავთქვიფოთ, უნდა ცოტა აფუვდეს. კარაქმა სიფაფუკე უნდა შეიძინოს. დავამატებ 1 კილა 370 გრამ მოხარშულ შესქელებულ რძეს. ვამატებ ერთნაირად და ვთქვეფავ უკვე დაბალ სიჩქარეზე. უნდა მივიღო ერთგვაროვანი კრემი. დროდადრო სილიკონის კოვზით ამოვურიოთ. როცა მივიღებთ ერთგვაროვან კრემს, მერე დავამატოთ რძის მოხარშული კრემი. მთლიანად დავამატებ და რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე. სახემებლიან კრემს ბევრი თქვეფა არ უყვარს, თუ აგვეჭრა არაფერი აღარ ეშველება. ამიტომ ცოტას რამოდენიმე ბრუნს გავაკეთებ, მერე სილიკონის კოვზით ამოვურევ და თუ ძალიან აუცილებელია კიდევ ერთხელ მიქსერით გავაკეთებ რამოდენიმე ბრუნს და ბოლოს მაინც სილიკონის კოვზით შევურევ. მივიღებთ ერთგვაროვან კრემს, დავაფაროთ და დავდგათ ცივ ადგილას ან მაცივარში. გამომცხვარი 6-ვე ფენა დალაგებული მაქვს ერთმანეთზე და გვერდებს ჩამოვუსწორებ. მე ზემოდან შოკოლადს მოვასხამ, ამიტომ ბევრი ნაფხონები არ მჭირდება, მხოლოდ ჩამოვასწორებ. ნაფხონებს დავამიქსერებ, რადგან გვერდებზე მოვაყრე. ზევითა 5 ფენას გვერდზე გადავდებ და სულ დაბლითა ფენას წავუსმევ კრემს. მე 5 ფენაზე უნდა წავუსვა და გადავანაწილებ. თქვენ შეგიძლიათ ზემოდანაც წაუსვათ კრემი და ნაფხონები მოაყაროთ. ყოველი ფენის ზემოდან დადების მერე კარგად გაასწორეთ და ზემოდან ოდნავ დააწექით. ასე დავკრემე ყველა ფენა, ეს მე-5 ფენასაც ვკრემავ და დავადებ მე-6 ფენას. მე-6 ფენას კრემს არ უსმევ და ცოტა მორჩენილ კრემს წავუსვამ გვერდებში. ასე მოვამზადე ფენები, დავკრემე და გადავდგამ გვერდზე. უნდა მოვადუღო შოკოლადის მინანქარი. წინასწარ 10 გრამ ჟელატინს დავასხი 40 გრამი წყალი, რომ გაფუებულიყო. ქვაბში კი ჩავასხამ 70 მილილიტრ წყალს, დავამატებ 200 გრამ შაქარს, 50 გრამ კარაქი, 100 მილილიტრი რძე დავასხი, დავაცრი 50 გრამ კაკაოს. ეს შემოვდგათ ცეცხლზე და გავადნოთ კარაქი და შაქარი. როგორც კი კარგად გაცხელდება, ადუღებამდე მივა, არ ავადუღოთ, გადმოვდგათ. ვამატებთ ჟელატინს, რომელსაც ვადნობთ მიკროტალღოვანში ან ორთქლის აბაზანაზე. ჩავატეხავ 1 ფილა შოკოლადს, რომელიც არის 80 გრამი. მოვურიოთ და ჩავადნოთ შოკოლადი, ცხელში ეს კარგად ჩადნება. ცოტას მიქსერით ჩავამიქსერებ, რომ დავრწმუნდე შოკოლადის ერთგვაროვნებაში. ამ დროისთვის ნამცხვარი უკვე მზად უნდა გქონდეს და ცხელივე გადავასხათ. მე მიყვარს თხელი ფენა შოკოლადისა, ამიტომ ცხელს გადავასხამ, რომ ზედმეტი დროზე ჩამოიწრიტოს. თუ ცოტას შეაგრილებთ და მერე გადაასხამთ, შოკოლადის ფენა უფრო სქელი იქნება. ოღონდ იმდენად არ უნდა შეაგრილოთ, რომ შოკოლადი ვერ გაიშალოს მთელ ზედაპირზე. მე თეთრი შოკოლადიც გავადნე, ასე ზოლებად გადავასხამ და გავაფორმებ. აქ შავი შოკოლადი ცოტა მეტად გამიშრა და ზოლები დატოვა, თუმცა მაინც არაუშავს გაფორმება გამომივიდა. გვერდებზე ნაფხონები მოვაყარე, ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ნამცხვარი ვიზუალურად ძალიან ლამაზიც უნდა იყოს.
ასე მოვამზადეთ ნამცხვარი, აუცილებელია რომ ფენებს კრემი გაუჭდეს, ამიტომ არ დავჭრით მაშინათვე, მე გავაჩერებ მთელი ღამე და დავჭრი მეორე დღეს. ნამცხვრის დაჭრის დროც მოვიდა, ნახეთ როგორი სასწაული ნამცხვარი გამოგვივიდა, მე ძალიან მიყვარს ეს ნამცხვარი, განსაკუთრებით ყავის და ლიქიორის არომატი არის სასწაული. ზღაპარს ყველა თავისებურად აწყობს, ზევითაც გითხარით, თუმცა ეს ვარიანტი მე ძალიან მომწონს და ჩემთვის ყველაზე გემრიელია. ამიტომაც გიზიარებთ, რომ აუცილებლად მოსინჯოთ და გამოაცხოთ, თქვენც მოგეწონებათ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე კიდე შევხვდებით, დროებით გემშვიდობებით და შეხვედრამდე ბედნიერ დღეებს გისურვებთ.